ქალბატონთია, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ უკვე მიუსაჯა 8 თვით პატიმრობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, 7 თვე ბატონ ვაშაძეს, თქვენ მაინც კიდევ ერთხელ მიმართეთ იმისთვის, რომ ჩაერთონ უკვე საშელახსოვრების დაწესებულებიდან კომისიას. იმთავითვე ალბათ თქვენთვისაც ცნობილი არის, რომ ისინი კიდევ ერთხელ უარს იტყვიან. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. რიტორიკულად არ ვამბობ და არც ესე ვთქვათ ხო, არის ხანდახან რომ პოლიტიკოსი უბრალოდ ამბობს, არ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. მე მართლა არ ვიცი და ვერ ვიჯერებ, რომ იმის მერე რაც ნახეს, რომ ეს ნამდვილად დასჯადი ქმედება, თუ საკუთარი თავის პატივისცემა აქვთ, უარი თქვან საკნიდან გამოსვლაზე და ჩართვაზე, რომ ეკრანიდან მაინც მოგვახალონ ის სიმართლეები, რასაც ამობენ, რომ გვიპასუხონ ჯემალ ლეონიძე დააყაჩაღა თუ არა, როგორც თავად ბატონი ჯემალი ამბობს, ხაზარაძე ჯაფარიძის წყვილმა კეზერაშვილის დავალებით. როდესაც ბატონი ახვლედიანი მოვიდა ლისისტვის საქმეზე და თქვა, რომ ხაზარაძე იყო მისი ბიზნესის და ბიზნეს საქმიანობის წართმევის ერთ-ერთი მონაწილე და მას ფინანსურ პოლიციაში ატარებდნენ, ჩაკეტავდნენ, ემუქრებოდნენ შვილების განადგურებით. გვითხრას ეს მართალია, არ არის მართალი, იქნებ ცდება ამდენი ადამიანი. და ეს მხოლოდ ორი შემთხვევა იყო ბევრ სხვა შემთხვევასთან ერთად, როდესაც ნახსენები იყო, რომ თურმე ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ TBC ბანკთან ერთად კეზერაშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხელში ინსტრუმენტები ადამიანების გასაუბედურებლად. ახლა საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვა, მართალია ეს ბატონო ბადრი თუ არ არის მართალი? მართალია ეს ბატონო მამუკა თუ არ არის მართალი და როგორ შეიძლება თუ მართალი ხარ ამაზე კითხვა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გინდოდეს?